მოგესალმებით, ამ გაკვეთილში ჩვენ გავეცნობით კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს GUI-სთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ რაღაც პროგრამები დავწერეთ წინა გაკვეთილებში, ვნახეთ, რომ კომპონენტების შექმნა და მათი პანელებზე განთავსება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა სირთულეები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამ კომპონენტების განლაგებას და მათი ზომების განაწილებას. თუკი ჩვენ რაიმე სერიოზული აპლიკაციის შექმნას ვაპირებთ და მას აქვს გრაფიკული სამხმარებლო ინტერფეისი, ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვეძლოს ამ ინტერფეისის ელემენტების კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთვის სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. სწორედ ამ ელემენტების კონტროლში გვეხმარება ჩვენ ეგრეთ წოდებული layout მენეჯერები. რა არის ახლა layout მენეჯერი? layout მენეჯერი გახლავთ ობიექტი, რომელიც არის დაკავშირებული კონკრეტულ პანელთან და ეს ობიექტი არის პასუხისმგებელი ამ პანელზე განთავსებული კომპონენტების წყობაზე. Java-ში არსებობს სხვადასხვა სახის layout მენეჯერები და ჩვენ რამდენიმე მათგანს აუცილებლად განვიხილავთ, თუმცა სანამ კონკრეტულად გადავალთ რაიმე layout მენეჯერის განხილვაზე, კარგი იქნება თუკი ზოგადად გვეცოდინება ამ layout მენეჯერების მუშაობის პრინციპები. ყველა layout მენეჯერს აქვს მისთვის წინასწარ განსაზღვრული რაღაც წესები, რომლის მიხედვითაც ის ათავსებს კომპონენტებს კონკრეტულ პანელზე. მოდით წარმოვიდგინოთ ესეთი რამ. დავუშვათ მოცემული გვაქვს რაიმე პანელი A და ამ პანელთან დავაკავშირეთ ჩვენ რაიმე კონკრეტული layout მენეჯერი. ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ პანელ A-ზე განვათავსებთ რაღაც კომპონენტებს, ისინი განთავსდებიან იმ წესების მიხედვით, რომელიც გააჩნია ამ პანელ A-თან დაკავშირებულ layout მენეჯერს. დავუშვათ ჩვენ პანელ A-ზე განვათავსებთ რაიმე პანელი B. ჩვენ აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ის layout მენეჯერი, რომელიც დაკავშირებული არის პანელ A-თან, არანაირად არ აგებს პასუხს იმ კომპონენტებზე, რომლებიც განთავსებული არიან პანელ B-ზე. პანელ B-ზე არსებული ელემენტების წყობაზე პასუხისმგებელი გახლავთ ის ობიექტი, რომელიც დაკავშირებული არის პანელ B-თან. შესაბამისად, ხდება უფრო რთულ შემთხვევებში ჩვენ შეიძლება პანელ B-ზე გქონდეს რაიმე კიდევ სხვა პანელი, რომელზედაც ვათავსებთ ელემენტებს და ამ ელემენტებზე პასუხისმგებელი იქნება ის layout მენეჯერი, რომელსაც დავუკავშირებთ ამ პანელს. ერთი შეხედვით ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, როცა ყველაფერი გვესმის, თუმცა თუ ესენი ღრმად არ გვაქვს გააზრებული, ჩვენ სასურველ შედეგს ვერ მივახცევთ. აუცილებელია ვიცნობდეთ იმ პრინციპებს, როგორც მუშაობენ ეს layout მენეჯერები და ასევე ვიცნობდეთ კონკრეტულ layout მენეჯერებს კონკრეტული შედეგების მისაღწევად. მე ამ გაკვეთილს დავასრულებ, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. შემდეგ გაკვეთილში აუცილებლად გავაგრძელებთ და განვიხილავთ უკვე კონკრეტულ მენეჯერებს.